ასეც მინდა აუცილებლად გავაკეთო კომენტარი, ეს არის აკრძალვა გლოვოსა და კიდევ რამდენიმე სერვისის კომპანიაზე, რომ იმუშაონ იქ უცხოელებმა, რომელსაც არ აქვთ შრომის ნებართვა. თუ არ გაქვთ წაკითხული, წაიკითხეთ ეროვნული გადარჩენის გეგმა, ჩემი, რომელშიც პირდაპირ არის ნახსენები კვოტები და საერთოდ ტერმინი საიმიგრაციო კვოტა ჩემი შემოტანილია ქართულ სივრცეში. უბრალოდ კვოტა სულ სხვანაირად მუშაობს. ხალხნო, ნახეთ, ნორმალურ ქვეყნებში, მაგალითად, როდესაც მე დავსაქმდი კანადაში უნივერსიტეტის პროფესორად. მე ვერ დავსაქმდებოდი, რო არ ყოფილიყო წინასწარი კვლევა, რამდენი და რა პროფესიის ხალხი ჭირდება ამ ქვეყანას, მერე ქვეყნდება რა პროფესიის ხალხი უნდა შემოვიდეს და რა პროფესიის ხალხს უნდა მისცენ რამდენი ნებართვა. ეს არის კვოტა. ხო, ჯერ არის სამუშაო ბაზრის კვლევა, ანუ ჯერ კარგად მოიაზრებენ, მაგალითად საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ გვაკლია, ვინ გვაკლია? ინჟინრები, გეოლოგები, შეიძლება მფრინავი, არ ვიცით, იმიტომ რომ ამ ტიპის სამუშაო ბაზრის კვლევა არ ხდება. არ გაკეთებულა არც უნივერსიტეტებთან მიმართებაში. და რატო არ გაკეთებულა? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეს სიმართლე არ აწყობს, საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის, ნორმალური სამუშაო ადგილები არ არის. ხოლო სამუშაო ადგილები, რომლებიც არის, ეს არის მონური შრომით. 600-700 ლარიანი სამუშაო ადგილები. ამიტომ მეგობრებო, ამაზე პასუხი არის არა მონური ხელფასები, არამედ მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი. როგორც ევროპის ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშია, კანადაშია, უნდა იყოს კანონი იმ ხელფასის შესახებ, რომელიც არის ადამიანური და ღირსეული. და მერე არ დაჭირდება იქ არც უცხოელის გაყვანა და არც უცხოელის შემოყვანა. ქართველები აღარ წავლენ სამუშაოდ ევროპაში და დარჩებიან საქართველოში სამუშაოდ და აქ იმუშავებენ. ეს არის სწორი მიდგომა. ასევე, კარგა ხნის წინ შრომის ინსპექციას მივმართე კითხვით, კი, მაგრამ მეთქი, რამდენი შრომის ნებართვა გაქვთ გაცემული მეთქი. თქვენ გონიათ მე მიპასუხეს? არ მიპასუხეს. იმიტომ რომ ამ სფეროში ჩემო კარგო ხალხო, კორუფციაა. თქვენ ხო ჩემზე კარგად იცით, რომ კორუფციაა. დიდი მადლობა, ნინო. კორუფციაა. სამუშაო ნებართვისა და ბინადრობის ნებართვას ყიდვა ხდება.